საუბრობთ პედიატრებთან ერთად, შევეხებით იშვიათ დაავადებებს და შევეხებით იშვიათი დაავადებების მართვის სისტემასაც. ჩვენი სტუმრები არიან ნინო სოლომონია, პედიატრი და ვიანის პედიატრიული ბორდის წევრი და ჟენევიუ ბიჟუ, პედიატრი და გენეტიკოსი. მინდა გკითხოთ იშვიათი დაავადებების მართვის სისტემას შეეხეთ და რას ნიშნავს საერთოდ იშვიათი დაავადების მართვის სისტემა და რა ცვლილებებს შეიტანს თუ კი ეს სისტემა მოვა წყობში, ასე ვთქვათ, რაზეც თქვენი საუბრობთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ინტერესისთვის. იშვიათი დაავადების როგორც მოგეხსენება თვითონ დეფინიციიდან, ეს არის დაავადება, რომელიც პოპულაციაში 2000 მოსახლეზე ერთზე ნაკლებში ვლინდება, შესაბამისად ინდივიდუალურად გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ კოლექტიურად ის საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. შესაბამისად იმისთვის, რომ სირთულეები, რომელიც ახასიათებს ასეთ პაციენტებს, რაც გამოირჩევა სიცოცხლის და ასე ვთქვათ, ხანგრძლივობის პრობლემებით, გამოირჩევა სიცოცხლის დაბალი ხარისხით, ძალიან ბევრი ქრონიკული გართულებებით, უნარშეზღუდულობით, სტრუქტურირებული საფეხურეობრივი მართვის სისტემა საშუალებას მოგცემს პაციენტებს შევთავაზოთ უფრო კარგი მომსახურება, უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება, დროულად ამოვიცნოთ უპირველეს ყოვლისა დაავადება, დროულად მოხდეს ჩარევა დაავადების ძალიან ადრეულ ეტაპზე, სანამ შორს წასული პრობლემები განვითარდება და დაავადების გამოსავალზე ვიქონიოთ გავლენა. როცა გვაქვს საუბარი იშვიათ გენეტიკურ დაავადებებზე, შეუძლებელია არ გამოვიხმაუროთ დღესდღეობით ძალიან მწვავე თემატიკა, თუ შენის კუნთოვანი დისტროფიის თემას. ოჯახები ამ ეტაპზე ითხოვენ მედიკამენტებს, რა თქმა უნდა, თუმცა მედიკამენტის ხელმისაწვდომობა ყველა პრობლემას არ აგვარებს. გარდა მედიკამენტების არის აუცილებელი სწორი თერაპიული გზები, როგორც არის რეაბილიტაცია, როგორც სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები და სერვისები. რა არის ის აუცილებელი პირობები, რომელიც ამ და სხვა იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს უნდა ჰქონდეთ დღესდღეობით საქართველოში და რა არის გზები, რომ უფრო დავუახლოვდეთ თუნდაც ევროპულ მიდგომებს? არ შეიძლება ის, რაც დღეს ხდება ამ ქვეყანაში, რომელიმე ადამიანს საერთოდ სამედიცინო სფეროსთან რო შეხება არ ქონდეს, გარკვეულწილად არ უთანაგრძნობდეს მშობელს. როგორ მე დედა ვარ, ექიმი ვარ, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემთვის ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, ეს ძალიან, ასე ვთქვათ, მტკივნეული პრობლემაა და ძალიან მიჭირს სიმართლე გითხრათ ამ მშობლების აი ყოველდღიურობის განცდაც კი. აბსოლუტურად გასაგებია, ისინი ითხოვენ შველას თავისი შვილებისთვის, რაც არის მშობლის უპირველესი ფუნქცია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მე არა ვარ ნევროლოგი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვარ ექიმი, მე ვარ ნეონატოლოგი, ძალიან ბევრი დაავადება იშვიათი ახალშობილობის პერიოდიდან იღებს სათავეს, ამიტომ მეც გარკვეული ცოდნა მაქვს ამ კუთხით, მაგრამ აქ უკიდეთ სრულიად მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ წამალი, რომელიც იშვიათი ზოგადად დაავადებების მართვისთვის ძალიან ცოტა დაავადებისთვის არის დღესდღეობით შემუშავებული და უამრავი წამლები არის კვლევის სტადიაში, წამალი არ არის ქვაკუთხედი დაავადების მართვის. თუ მას არ ახლავს ძალიან კარგად სტრუქტურირებული რეაბილიტაციური სისტემები, მულტიდისციპლინური გუნდები, რომელიც საშუალებას იძლევა არიდებული იქნეს გართულებები, რომელიც თან ახლავს დაავადების მიმდინარეობას, მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ექსპერტი, დარგის ექსპერტი, არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთში, სადაც გაცილებით მეტი გამოცდილება, კვლევის გაცილებით მეტი საშუალება, რაც უფრო მეტი ექსპერტი ჩაერთვება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი და ეს გარჩევა მოხდება მშობელების, ასე თქვა, ჩართვით, ასევე, ხო? ეს საკითხი რაღაც ეტაპზე აუცილებლად მივა რაღაცა გადაწყვეტამდე და რაღაცაზე შეჯერდება სამედიცინო საზოგადოებაც და თლიანად ჩვენი, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი პოლიტიკა განისაზღვრება ამ დაავადების მართვის კუთხით. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, უკიდურესად მნიშვნელოვანია არც ერთ ქვეყანაში იქ, სადაც
წამალი შეიძლება ზოგან არის რამოდენიმე, ზოგან არის ერთი, ზოგან არის, თქვათ, ზოგან შეიძლება საერთოდ არც ერთი არ არის. ყველგან უპირველეს ყოვლისა საკითხი დგას მულტიდისციპლინურ მართვაზე, ძალიან სწორ მეთვალყურეობაზე ამ ბავშვების, იმ რეაბილიტაციური სერვილების გამართულობაზე და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე, რომელიც მარტო თბილისში კი არ უნდა კონდეს ვიღაცას, როცა ცხოვრობს, არამედ სადაც არ ცხოვრობს, ყველგან უნდა კონდეს იმის საშუალება, რომ თავის შვილს შესთავაზოს უკეთესი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. იშვიათი დაავადებები ხშირად პაციენტების თვალის სრულიად უცნობი. თქვენ შემთხვევაში რას ეუბნებით ხოლმე პაციენტებს, რომლებიც ამ დაავადებით არიან დიაგნოზირებული? It's the same for us in France when we ჩვენთან საფრანგეთში, როდესაც პირველად ვასახელებთ დაავადებას, ხშირად მას რთული სამედიცინო სახელი აქვს და ოჯახისთვის ეს სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია. ჩვეულებრივ მათ არასდროს სმენიათ ამის შესახებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ავუხსნათ, რა დაავადებაა, რა სიმპტომები და გართულებები შეიძლება განვითარდეს მომავალში, რა გამოკვლევები და შეფასებები იქნება საჭირო. ასევე ვსაუბრობთ გენეტიკურ კონსულტაციაზე. არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ შემდეგ ბავშვსაც იგივე დაავადება ჰქონდეს. ხშირად მშობლები კითხულობენ არა მხოლოდ მათი შვილის, არამედ მათი შვილების პერსპექტივაზეც. ყოველთვის ვცდილობთ მივაწოდოთ სანდო ინფორმაცია, რადგან ვიცით, რომ ადამიანები ინტერნეტში დაიწყებენ ინფორმაციის ძებნას და შეიძლება წაიკითხონ ის, რაც ზუსტად არ შეესაბამება მათი ბავშვის მდგომარეობას. ამ დაავადებების მქონე ბევრ ბავშვს კარგი კოგნიტური უნარები აქვს, ამიტომ ვსაუბრობთ ბაღზე, სკოლაზე, დასაქმებაზე, ოჯახურ ცხოვრებაზე და მომავალზე, რათა მშობლებს შევუქმნათ პოზიტიური განწყობა მათი შვილის მომავალთან დაკავშირებით. იშვიათ გენეტიკური დაავადებების დროს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სისტემურ მიდგომას. რა არის ის ცვლილებები, რომელიც უნდა აუცილებლად გაიგონონ კლინიკებმა და სისტემები ჩამოაყალიბონ, რომ ამ ტიპის დაავადებები იმართოს ხანგრძლივად და დიაგნოზის დასმის დღიდან ჩაერთოს მულტიპროფილური მართვა. at first yes complicated it's possible first because we ჩვენ ეს საქმე 22 წლის წინ დავიწყეთ და გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა აშენდეს. მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების განაწილება და გუნდური მუშაობა. თუ არსებობს ქსელი ან წამყვანი საავადმყოფო, მას უნდა შეეძლოს პასუხისმგებლობების გაზიარება კოლეგებთან, რათა ყველამ დაინახოს ამ თანამშრომლობის სარგებელი. დღეს ევროპასა და მთელს მსოფლიოში არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობა. საჭირო ამ გამოცდილების გამოყენება და არა ყველაფრის თავიდან გამოგონება. პაციენტები და მათი ოჯახები უნდა მონაწილეობდნენ ამ სისტემაში, მათ აზრს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ყოველთვის უნდა ვუყურებდეთ მომავალს, რადგან მეცნიერება სწრაფად ვითარდება. იშვიათი დაავადებების შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიაგნოზის დასმა, არამედ პაციენტზე ზრუნვა, მკურნალობა, ახალი თერაპიების დანერგვა და დახმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში.